ზუსტ ალბათ გახსოვს არაჩვეულებრივი რომანტიკული ლამაზი სიმღერა, რომელსაც ცისფერი ტრიო ასრულებდა ბავშვობაში წითელა რომ შემყე მეყარა ბატონებდნენ, ძინვარებდნენ მაშინ თურმე ბატონები რაც ვისურვია, ამის სრულეს ისე სწრაფად გამოისხა თითქოს და მერე მთავრდებოდა ნეტავ კიდევ ბატონები დამემართოს, რომ ძვირფასო შენი თავი ამაჩება ბავშვობიდან ასე მოგდიოდა ჩემი თაობის ხალხს მაინც რომ ბატონები ჩვენი ბებიებისგან და ასე შემდეგ, რომ ბატონები არის ის რაც აუცილებლად უნდა მოიხადოს ბავშვმა, რომ ეს არის ძალიან სუბუქი, ინფექციური დაავადება, სიტყვა ინფექციური ამ დროს არ ჟღერდა და მერე რა ბავშვს ინფექციური დაავადება თუ დაემართა და თუ ბატონები შეეყარა ის მალე გადაულის და ეს აუცილებლად ყველა არ ყოფილა ასე. იმიტომ რომ მათ შორის არის ძალიან საშინელი დაავადებები, რომელიც ხშირად ანადგურებს ადამიანის ორგანის სიცოცხლეს და ასე შემდეგ და აი ზუსტად ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ გვინდა მოვიწვიოთ ჩემთვის სათაყვანებელი, ჩემი უფროსი კოლეგა, მასწავლებელი და მეგობარი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე, ბავშვთა ცენტრალური კლინიკის დირექტორი და სარგებლო შემთხვევებით მადლობა მინდა მოახსენო ბატონ ივანეს და ორი დღის წინ მას დაავადების დღე ჰქონდა და მთელი ჩვენი შემოქმედებითი კოლექტივი გილოცავთ ბატონო ვანიკო მასს. სალამი. ძალიან გვიხარია რომ ჩვენთან ხართ სტუმრად და საუბრობთ აი ასეთ საჭირბოროტო ესე ვთქვათ თემაზე, რაც ეხება ბატონებს. მოგვიყევით რა დაავადებაა ეს და როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ჩვენს ოჯახში ბატონებით დაავადებული პაციენტი გამოჩნდება. აი საჭირბოროტო ახსენეთ და ამაზე გავაკეთებ ერთ კომენტარს. ნამდვილად საჭირბოროტოა და იმ ციფრებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გვაქვს ბოლო 3 წლის განმავლობაში, ფიქრობ რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც დღეს შეიძლება საქართველოში იყოს. მარტივ მიზეზის გამო შემცირებულია აი ამ ბატონების საწინააღმდეგო აცრებით მოსახლეობის მოცვის მაჩვენებელი. ეს ერთ-ერთი მთავარი ციფრია, რომლის უკან დგას ქვეყნის ბავშვების უსაფრთხოება. ამ ციფრს გარკვეული ზღვარი აქვს 95%-ზე მეტი, მაგალითად თუ არის ბავშვები წითელა საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი, ქვეყნის მოსახლეობას, პედიატრიულ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ეს მაჩვენებელი 97% იყო პანდემიამდე. წითელა საწინააღმდეგო აცრა ორჯერ კეთდება 1 წლისა და 5 წლის ასაკში, აი 5 წლის ასაკში ქონდა 97%. ეხლა გვაქვს ძალიან დაბალი მაჩვენებელი, ეს არის 91%, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში არის 10,000-ობით ბავშვი აუცრელი წითელას, წითურასა და ყვაყურას საწინააღმდეგო ვაქცინით. ეს ვაქცინები ერთად კეთდება. ამიტომ ამბობ, რომ ესეთი რაოდენობა ბავშვების გარკვეულწილად ქმნის რისკს ამ ინფექციების აფეთქების, რაც სამწუხაროდ ძალიან ბევრ ქვეყანაში აღინიშნა და ჯერჯერობით საქართველოში არა გვაქვს ძალიან მკვეთრი მატება, თუმცა ის ციფრები, რომელსაც გვაძლევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი 10-ჯერ და მეტად ზრდაზე მიუთითებენ 2023 წელთან შედარებით. ანუ მარტო საქართველოში არ არის, როგორც თქვენი საუბრიდან მივხვდით, ეს ვაქცინები არის მთელი სოფლიოს პრობლემა, ძალიან დიდი როლი ითამაშა წითელას, წითურას, ყვაყურას და ასე შემდეგ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინით მოცვის მაჩვენებლის შემცირებაში მზეგავლენამ, რაც მოყვა პანდემიის დროს ზოგად დამოკიდებულებას ვაქცინაციასთან მიმართებაში. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიმართ სკეპტიციზმი გარკვეულწილად აისახა კიდეც გეგმიურ ვაქცინებში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. მოკლედ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ აფეთქების ერთ-ერთი მთავარი განაპირობებელი ფაქტორი არის აცრების დაბალი პროცენტი. აცრებით მოცვის დაბალი მაჩვენებელი. სხვა ხო არ არის კიდე რამე, რაც აი ესე უცებ გამოიწვევს ხოლმე ამ ბატონების აფეთქებას. როგორც წესი აქვს ძირითადი დატვირთვა მოდის სწორედ აი ამ მაჩვენებელზე. თუ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ზემოთ აღნიშნეთ არის ვაქცინირებული ბავშვთა მოსახლეობის, მაშინ რისკები არის მინიმალური. საერთოდ არ არსებობს რისკი. ეხლა ეს რისკები რეალურია და ამიტომ თქვენი გადაცემა ერთ-ერთი შესაძლებლობაა იმისი, რომ ყველა შევახსენოთ, რომ დღეს საქართველოში 13 დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაცია კეთდება.
ბავშვებში. გეგმიური ვაქცინაცია ძალიან დიდი მიღწევაა. 2015 წლამდე ჩვენ 10 დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინას ვაკეთებთ. ეხლა ეს ციფრი გაიზარდა. გვაქვს 6 კომპონენტიანი ვაქცინა, ერთ-ერთი საუკეთესო ევროპაში. გვაქვს პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესაძლებლობა, როგორც გოგონებში, ისე ბიჭებში. ეს ერთ-ერთი ვაქცინა, რომელიც კიბოს საწინააღმდეგოა და კარგად მოგეხსენებათ კიბოს მიმართ დამოკიდებულება მოსახლეობაში როგორია, თუმცა მიუხედავად აი ამ უზარმაზარი უპირატესობისა, ჩვენი მოსახლეობა ამით ნაკლებად სარგებლობს და სწორედ ამიტომ, რასაც ბატონი ჯონი ამბობს, სწორედ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკი ვაქცინებით მოცვის მაჩვენებლის დაბალი ციფრი ამ შესაძლო აფეთქებების. რაც შეეხება თქვენ კითხვას, ბატონები, ეს ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ბავშვთა ასაკში არსებულმა დაავადებამ სწორედ ბავშვთა ასაკშივე პოვოს თავისი ასახვა და ბავშვთა ასაკშივე დამთავრდეს მნიშვნელოვანი და სერიოზული გართულებების გარეშე. აი ბატონები და ის ინფექციები, რომლებიც ბავშვებს აქვთ, მოზრდილებში უკვე სრულიად განსხვავებულად მიმდინარეობს. ძალიან დიდია გართულებების რისკი, ძალიან დიდია საავადმყოფოში მოხვედრის რისკი, ძალიან დიდია გარდაცვალების რისკიც. ამიტომ ჩვენ ყოველთვის კონცენტრირებულად იმაზე, რომ ბავშვთა ასაკის რისკებული მართვადი ინფექციები უნდა იყოს სწორედ მართული ბავშვთა ასაკში და სასურველია, რომ თუ იქნება ინფიცირების შემთხვევები, ეს ინფიცირების შემთხვევა მოხდეს სწორედ ბავშვთა ასაკში. ეს დაავადებები ყოველთვის კარგად არის ცნობილი, არ არსებობს ალბათ საქართველოში ოჯახი, სადაც ამის შესახებ წითელას შესახებ არ იცოდნენ. ყივანახველას შემთხვევები, წითურას შემთხვევები, ყბაყურას შემთხვევები. ძალიან ბევრია ესეთი დაავადება, რომელიც მიმდინარეობს ჩუტყვავილა, რომელიც მიმდინარეობს პედიატრიულ ასაკში და მიმდინარეობს ესე ტიპიური გამონაყარით. მათ შორის უმრავლესობა სწორედ გამონაყარით მიმდინარეობს, თქვათ არ ვლაპარაკობთ ყივანახველაზე, სულ სხვა მექანიზმია, მაგრამ აი ამ დაავადებების დროს ერთ-ერთი ძირითადი გამოვლინება ეს არის ტემპერატურა და ყველა ამ დაავადებას ტემპერატურა ახასიათებს და სხვადასხვა სახის გამონაყარი ან ხველით მიმდინარე პროცესი. ერთი რაც მნიშვნელოვანია, არც ერთი ამ დაავადების საწინააღმდეგო ეფექტური სამკურნალო საშუალება არ არსებობს. შესაბამისად, ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ თუ ავად გახდა ბავშვი, მაშინ ჩვენ ძირითადი აქცენტი გვაქვს სწორედ მოვლაზე და თუ ტემპერატურა იქნება ტემპერატურის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას და ასე შემდეგ. სიმპტომური ესევე ძახით ამას პედიატრიაში თუ რაღაცა გაწუხებთ იმის საწინააღმდეგო საშუალება. თუმცა შეიძლება საერთოდ არაფერი არ დაგჭირდეთ და ისე გადაიაროს ამ პრობლემა. იცით რა მახსენდება ბავშვობაში, ხა თქვენ ავადობა ახსენეთ, მაგრამ მე ყველაზე ფერადად ის პერიოდი მახსოვს, როდესაც ბატონები მემართებოდა. ყველაფერი წითლდებოდა ჩემს ოთახში და რაღაცა სხვადასხვა გასართობებით ცდილობდნენ, რომ ჩემი გული მოეგოთ და მე ყველაფრით ყოფილიყავი კმაყოფილი. აი ეს ბუშტების დაკიდება და ეს მართლა შველის აი ეს განწყობის შემთხვევა. სხვადასხვა კომენტარს მოისმენ და ზოგიერთი კომენტარი აგრესიულიც კი არის და უმეტად მიმართული ამ ქართული ტრადიციის წინააღმდეგ. ჩვენ არ ვამბობთ და არ ვამტკიცებთ და არც არასოდეს არ გვითქვამს, რომ ეს არის ამ დაავადებების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება თუ ოთახში ახლა სხვადასხვა კარნავალს ბავშვი. დიახ, ფერადი ნივთები იქნება ეს და მაგრამ აქ არის ყველაზე მთავარი, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ბავშვისთვის კომფორტული გარემო შექმნა. შეუქმნა ბავშვი ისეთი გარემო, რომელიც მას სიამოვნებს, რომელიც ნაკლებ ზემოქმედებას ახდენს. ეს ზემოქმედება შეიძლება იყოს ვიზუალურად, შეიძლება იყოს სხვადასხვა ისეთი მკვეთრი ფერების შემცირება და ასე შემდეგ. ანუ ეს არის ბავშვისთვის სასურველი გარემო შექმნა. ის დამოკიდებულებას, რაც ჩვენთან არის, აი, გაიგონებთ ხოლმე ხშირად ამ ბატონი დაუბრძანდა, ეს არის ოჯახის დამოკიდებულება, რომ ყველანი უნდა იყვნენ მოკრძალებით ამ ბატონის მიმართ, რაც მეორე მხრივ აისახება იმაში, რომ ბავშვს ყველა სურვილი უნდა შეუსრულო ამ პერიოდში, არ უნდა ანერვიულო, მოკლედ რომ არ უნდა დაისტრესოს და რაც ეს როდის ადადგან ბაბადგან მოგდის ის ამბავი, რომ ბავშვს უმღეროდნენ მოუხეთ ბატონებმა. კი ბატონო. ეს იყო ისეთი სიმღერა, რომელიც ამშვიდებდა ბავშვს და მე მგონი დამეთანხმება ბატონი ვანეგო, რომ ამ დროს როგორც ბრძანა, აი ეს დასტრესვის მომენტი უნდა იყოს, რაც შეიძლება ნაკლები და სიმღერას რამხელა გავლენა აქვს, ხო იცით ისედაც. ესეთი გარემო შექმნა ნამდვილად ხელი შემწყობია ესეთი დაავადებების მართვის დროს. ზუსტად თქვენ მედიკამენტი არა გაქვთ, უნდა ჩაანაცვლოთ აი ამ გარემოთი, აი ამ დამოკიდებულებით, აი ამ ყველა იმ პირობის შექმნით, რომელიც ბავშვს ხასიათზე მოიყვანს, აი ამ ზემოქმედებას ტემპერატურით გამოწვეულს, დავის ტკივილით, გამონაყარით გამოწვეულს შეუმსუბუქებს. ეს არის და ეს სხვა არაფერი ამის უკან არ ადგას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ამ ცეთი ტიპის დაავადებების მართვის დროს. ბატონო ვანიკო, დამეთანხმებით ალბათ რომ ის პრეპარატები, რითაც ადრე აკეთებდნენ აცრას, ბევრად უფრო დაბალი დონის იყო, ვიდრე ახლა
ახლა, იმიტომ რომ მე მაგალითად აგერ თქვენი მონამორჩილი აცრილი ვიყავ ყველაფერზე აბსოლუტურად და მოხდა ისე რომ მესამე კურსზე რო ვიყავ, მაშინ შემეყარა წითელა და კინაღამ წავიღე წერილი. ხო და ბატონმა ვანიგუმა ზანა რომ ასაკში ბევრად უფრო რთულია ამის მოვლა და ამიტომ ალბათ დღევანდელი გამოსვლა იმისი შანს გვაძლევთ რომ მოუწოდოთ მშობლებს რომ აიცრას ალბათ სულ ყველა. იმიტომ რომ ახლანდელი საცრის პრეპარატები ბევრად უფრო მაღალი დონისაა. და ერთად დავამატებ, ეს გამორჩა ბატონი ჯონი კითხულობდა რაიმე სხვა ფაქტორი ხო არ არის აი ამ დაბალი მოცვის ხელშემწყობი. ერთ-ერთი ესეთი ფაქტორი გახლავთ ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილის დამოკიდებულება და ინტერესი სად არის წარმოებული ეს ვაქცინა. კი ბატონო. ხშირად გაიგონებთ ამ კითხვას და ძალიან ხშირად არის ბოლო პერიოდის განმავლობაში ზარი, როდესაც ინტერესდება მშობელი ევროპული ვაქცინა როდის შემოვა საქართველოში. ამიტომ აი ეს მთავარი კრიტერიუმი რა ჩვენ დღეს გვაქვს ქვეყანაში, ეს არის საქართველოში ძალიან ბევრი წელი არ შემოდის ჯანმრთელობის სოფლიო ორგანიზაციის დასტურის გარეშე არც ერთი ვაქცინა დასტურში გულისხმობ იმას, რომ ეს ვაქცინა უნდა იყოს ნებადართული ჯანმრთელობის სოფლიო ორგანიზაციის მიერ. ამის უკან დგას ძალიან დიდი შემოწმება, კონტროლი, მონიტორინგი ხარისხზე, ქარხანაზე, ვაქცინების წარმოების პროცესზე. დღეს საქართველოში ბავშვთა ასაკში ის ვაქცინები, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა იყენებს, არის ინდური წარმოების, რაც სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ მისი ხარისხი ნაკლებია. ეს არის ხარისხი, რომლის უკან დგას ჯანმრთელობის სოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების დასკვნა მისი ეფექტურობისა და საიმედოების შესახებ. ამიტომ ელოდებიან რომ შემოვა ქვეყანაში ევროპული წარმოების ვაქცინები, ძალიან დიდი ნაწილი მსოფლიოში ვაქცინების გადატანილია სწორედ მესამე ქვეყნებში და ეს არაფერი განსაკუთრებული ამაში არის, ეს არის უსაფრთხო, ეს არის ეფექტური და ეს არ უნდა იყოს ხელის შემშლელი ბავშვის ვაქცინაცია. ძალიან დიდი მადლობა ესეთი ამომწურავი და დამამშვიდებელი ესე ვთქვათ ინფორმაციისთვის, იმიტომ რომ ყველა მშობლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თუ რითიც თავის შვილს რომ იმისთვის რომ პრევენცია მოახდინოს ამა თუ იმ დაავადების. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან სტუმრად და გვესაუბრეთ აი ამ თემაზე, რასაც ბატონები და ამ დაავადების პრევენცია ქვია.